გილოცავთ კიდევ ერთხელ ლალი მოროშკინას მწერალთა სახლში ყოფნას და ზვიადრატიანის ციხეში ყოფნას. ეგაა ქართული მოცემულობა და შევეგუოთ რაც შეიძლება მალე. სხვათა შორის ლალი მოროშკინას რომ ჩაწერთ, კატამიკვინა ბოდიში. რომ იცოდეთ ლალი მოროშკინას Google-ში საძიებო სისტემაში რომ ჩაწერთ, პირველი სარჩევში გიგდებთ ლალი მოროშკინა შიშველი. ასეთ ვარიანტს. როდის უნდა მორჩეს დიდებული მწერლების ობიექტიზაცია? აი მაგალითად დოსტოევსკი ტრუსებში, ან ანა ფრანკი სარაფანაში, კვამლში. ნუ საწყის ეტაპზე ვიმედოვნებ, რომ ლალი მოროშკინას შემოქმედება კლასგარეშე იქნება ბავშვებისთვის, იმიტომ რომ თან ახლა სკოლაში ჰაგიოგრაფია ისწავლო და თან პორნოგრაფია ძალიან რთული იქნება ბავშვისთვის. პორნოგრაფია წაძლევს მაგას აქში და შეიძლება განათლების სისტემას რაღაც მოუვიდეს. გილოცავთ ქალბატონო ლალი, რა მოკლე მანძილი ყოფილა აქედან აქამდე. ყოფდებით? ანუ ეს არ ჯობია შეკალო, კალამი დაუძახე, ოღონდ დაწი, პასტა აღარ თქვა სირცხვილია. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა ზოგადად ქართველი ერის ისტორიაში, რომ ადამიანი სიცოცხლეშივე ფასდება. ეთყობა ლორენ მასხულიას წყალი გადმოგესხათ. წყალი გადმოგესხათ, ეს მხატვრული ხერხია, პირდაპირ ნუ გაიგებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ისაუბრეს არხით, გააქტიურეთ ორივეგან ზარისღილაკები, დაგვილაიქეთ ყველა ვიდეო, რაც მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და დაგვიწერეთ კომენტარები ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ეთანხმებით, რომ მოროშკინას წიგნები უნდა შევიდეს 50 წიგნში, რომელიც არ უნდა წაიგეხოს სანამ ცოცხალი ხარ.